ევროკომისიის სპიკერის გიომ მერსიეს განცხადებით შეშფოთებული არიან საქართველოში დემოკრატიული უკუსვრის გამო, რაც მისი თქმით უფრო ართულებს ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესს. ჟურნალისტის კითხვაზე სამხრეთ კავკასიის ტურნეს ფარგლებში რატომ არ ჩადის მარტა კოსი საქართველოში, მესიამ თქვა, რომ სამხრეთ კავკასიის ტურნე სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო პროცესის კონტექსტში განიხილება. საქართველოსთან დაკავშირებით კი ევროკომისიის პოზიცია ცნობილია. უპირველეს ყოვლისა ვისაუბრებ ევროკომისარ მარტა კოსის ვიზიტის შესახებ აზერბაიჯანსა და სომხეთში. ეს რეალურად უნდა განიხილებოდეს ორ ქვეყანას შორის სამშვიდობო პროცესის კონტექსტში. ახლა ნამდვილად გადამწყვეტი მომენტი არის სამხრეთ კავკასიის რეგიონისთვის და ევროკომისარი კოსი ამიტომაც ჩადის რეგიონში. კოსი ამ შესაძლებლობას გამოიყენებს იმის დასადასტურებლად, რომ ევროკავშირი მტკიცედ არის ერთგული სამშვიდობო პროცესის და სრული რეგიონული ნორმალიზაციის. მისი ძლიერი გზავნილი ჩვენი მხრიდან იქნება შესაძლებლობა, რომ გავაძლიეროთ ევროკავშირის თანამშრომლობა რეგიონში და უფრო კონკრეტულად შავი ზღვის სტრატეგიის ფარგლებში ჩვენი დაკავშირებადობის დღის წესრიგის კონტექსტში. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან გვჯერა, რომ ეს იქნება კონტრიბუცია რეგიონისა და მოსახლეობისთვის. რაც შეეხება სიტუაციას საქართველოში, ჩვენი პოზიცია ცნობილია. ეს რამდენჯერმე ვთქვით, რომ სერიოზულად ვართ შეშფოთებულები ბოლოდროინდელი დემოკრატიული უკუსვრით და ქვეყნის კიდევ უფრო დაშორებით ევროკავშირის გზისგან. ევროკომისარი ვიზიტით სამხრეთ კავკასიაში იმყოფება. ის დღეს აზერბაიჯანში ჩავიდა. კოსი ასევე სომხეთში ჩასვლასაც აპირებს, თუმცა ის საქართველოში ვიზიტით არ ჩამოვა.